მტერი თუ მოყვარე. დამოკიდებულებები რუსი იმიგრანტების მიმართ საქართველოში. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. მიდიხართ თბილისის რომელიმე ქუჩაზე და თითქმის ყველგან თვალში გვხვდებათ კედლებზე წარწერები მიმართული რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ. ეს შეურაცხყოფელი წარწერები შეიძლება შეგვხვდეთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზეც. ამაშკარა ანტირუსული წარწერების მიუხედავად, როცა ქუჩაში გამრელებს შაუვლით, ქართულ ენასთან ერთად გაიგებთ რუსულსაც და თანაც საკმაოდ ხშირად. მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, საქართველოს საზღვარი 1,4 მილიონზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა. ეს საქართველოს 4 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მესამედია. მართალია მათმა დიდმა ნაწილმა ტრანზიტულად გამოიყენა საქართველოს ტერიტორია, თუმცა ზოგადი შეფასებით დაახლოებით 100,000-მდე რუსმა გადაწყვიტა აქ დარჩენა და საქართველო დროებით მაინც საკუთარ ახალ სახლად აქცია. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლა შეუძლიათ, ადგილობრივების მხრიდან მათი მიმღებლობა არაერთგვაროვანია. მოსახლეობაში დიდია უნდობლობა და სკეპტიციზმი რუსების მიმართ. მაგრამ რატომ? ბოლოს და ბოლოს რუს მიგრანტთა დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ რუსეთი ომის გამო დატოვა და რომ ისინი არ უჭერენ მხარს პუტინის რეჟიმს. ნიშნავს ეს იმას, რომ ისინი ქართველების მხარეს დგანან? გამარჯობა. ეს არის CRRC საქართველოს პოდკასტი. დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ საინტერესო მიგნებებზე, რომლებიც CRRC საქართველოს მკვლევრებმა, გივი სილაგაძემ და ზაქარი ფაბოსმა 2023 და 24 წლებში გამოქვეყნებულ კვლევებში წარმოაჩინეს. კვლევები რუსი იმიგრანტების ცხოვრება საქართველოში და მტერი თუ მოყვარე, რას ფიქრობენ ქართველები რუს მიგრანტებზე და პირიქით. გვამცნობენ იმ რთულ რეალობას, რომელიც ამ უპრეცედენტო მიგრაციის ტალღას ახლავს თან. სანამ მიგნებებს განვიხილავთ, მოდით სწრაფად გადავავლოთ თვალი კვლევის მეთოდოლოგიას. CRRC საქართველოს ჩაატარა ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან დაკავშირებული კვლევა. პირველი მათგანი ჩატარდა 2023 წლის გაზაფხულზე და მოიცავდა საქართველოში რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანუ 2022 წლის თებერვლის შემდეგ ჩამოსული რუსი იმიგრანტების გამოკითხვას. გამოიკითხა 1000-ზე მეტი იმიგრანტი. უნდა აღინიშნოს, რომ ეს შერჩევა არ იყო რუსი მიგრანტების სრული ჯგუფის წარმომადგენლობითი, თუმცა გვაძლევს ერთგვარ სურათს იმ 1008 ადამიანის გამოცდილებასა და შეხედულებებზე, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ. მეორე გამოკითხვა, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში ჩატარდა, მიზნად ისახავდა ქართველი მოსახლეობის განწყობების შეფასებას. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო შემთხვევითი წესით შერჩეულმა 1278 ზრდასრულმა ქართულენოვანმა მოქალაქემ. შესაბამისად, შესაძლებელია კვლევის შედეგების განზოგადება ქართულენოვან მოსახლეობაზე. ახლა კი ვისაუბროთ იმაზე, თუ ვინ არიან გამოკითხული რუსი იმიგრანტები. ჩვენი მონაცემები აჩვენებს მკაფიო დემოგრაფიულ პროფილს. გამოკითხულთა უმრავლესობა ახალგაზრდაა. 84% 40 წლამდე ასაკის, ხოლო საშუალო ასაკი მხოლოდ 33 წელია. მათ უმრავლესობას 82%-ს აქვს უმაღლესი განათლება. ჩვენი გამოკითხვის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მახასიათებელი გენდერული დისბალანსია. 64% მამაკაცია, რაც მკვეთრად განსხვავდება რუსეთის ზოგადი დემოგრაფიისგან, სადაც ქალები მოსახლეობის 54%-ში ადგენენ. გეოგრაფიულად იმიგრანტები უმეტესად მოდიან რუსეთის დიდი ქალაქებიდან, ნახევარზე მეტი მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან. კონკრეტულად 36% მოსკოვიდანაა, 23% კი სანქტ-პეტერბურგიდან. ესე იგი, ეს არის შემთხვევითად შერჩეული რუსეთის მოქალაქე. ისინი უმეტესად განათლებული, ურბანული ტიპის დასახლებაში მცხოვრები, საშუალო ფენის წარმომადგენლები არიან. პროფესიული პროფილი ამას კიდევ უფრო ამყარებს. გამოკითხულთა 40% დასაქმებულია IT სექტორში, რაც ადასტურებს იმ ცნობებს, რომ რუსეთის ტექნოლოგიური სექტორი მასობრივად კარგავს კადრებს. ამ მაღალკვალიფიციური მუშახელის კონცენტრაციას სერიოზული შედეგები აქვს ორივე ქვეყნისთვის. ერთის მხრივ, ეს შეიძლება წარმოადგენდეს რუსეთისთვის განათლებული ხალხის გადინებას, ხოლო საქართველოსთვის ეკონომიკურ შესაძლებლობას. თუმცა მეორე მხრივ, ბევრ ქართველს მიაჩნია, რომ ტექნოლოგიურ სფეროში დასაქმებული მიგრანტების შედარებით მაღალი შემოსავალი ხელოვნურად ზრდის ბინების ქირებსა და ცხოვრების სხვა ხარჯებს დიდ ქალაქებში, რაც წარმოშობს ჯენტრიფიკაციის შესახებ გლობალურ დისკუსიას. გამოკითხულ მიგრანტთა უმეტესობა დასახლებულია საქართველოს ქალაქებში. 80% თბილისში, 15% კი ბათუმში. თბილისში ისინი კონცენტრირებულად კონკრეტულ უბნებში ცხოვრობენ. 35% საბურთალოზე, 12% მთაწმინდაზე, ხოლო 11% ვაკესა და ისანში. იმიგრანტების მიერ რუსეთის დატოვების მთავარი მოტივის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ისინი უფრო მეტად პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელნი არიან, ვიდრე ეკონომიკურის. გამოკითხულთა უმრავლესობამ 87%-მა იმიგრაციის წამყვან მიზეზად რუსეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელა. 73% ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა აიძულა ქვეყნიდან წასვლა, ხოლო 29% პირდაპირ აღნიშნავს, რომ მიზეზი 2022 წლის სექტემბერში რუსეთის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია იყო.
საინტერესოა, რომ თითქმის ნახევარი 57% აცხადებს, რომ კმაყოფილი იყო რუსეთის დატოვებამდე ცხოვრების პირობებით. შესაძლებელია, რომ ომმა მოქალაქეებს რუსეთის დატოვების ბიძგი მისცა. პოლიტიკის გარდა ზოგიერთი სხვა მიზეზის დასახელდა. 22% აღნიშნავს, რომ ბავშვების უკეთესი მომავლისთვის დატოვა რუსეთი, ხოლო 19%-ს სურდა სხვა ქვეყანაში ცხოვრების გამოცდილება. საქართველოში მცხოვრებ რუსი იმიგრანტების 93% უახლოეს მომავალში არ აპირებს უკან დაბრუნებას. მიუხედავად ამისა, მათ მჭიდრო კავშირი აქვთ სამშობლოსთან. 77% ყოველ კვირას მაინც უკავშირდება რუსეთში დარჩენილ მეგობრებსა და ნათესავებს, ხოლო 20%-მა უკვე მოახერხა რუსეთში ჩასვლა და საქართველოში კვლავ დაბრუნება. ახლა კი ვისაუბროთ ქართული მხარის შეხედულებებზე, სადაც რეალობა ასეთია. ქართულენოვანი მოსახლეობის 71% სრულად ან ნაწილობრივ არენდობა რუს მიგრანტებს. მნიშვნელოვანი დაკვირვებაა ისიც, რომ ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობის 62% აცხადებს, რომ არასდროს ჰგონია კონტაქტი რუს იმიგრანტებთან. ნდობის ნაკლებობის მიზეზები რთული და მრავალშრიანია. ბევრი ქართველი რუსეთის მოქალაქეებს უყურებს ისტორიული ტრავმის პრიზმიდან, იმ ტრავმის, რომელიც უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რაც მოიცავს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. მოსახლეობა განსაკუთრებით კი ახალგაზრდები რუსეთს ხშირად აღიქვამენ კოლონიურ ძალად, რაც მათ ბუნებრივად სკეპტიკურად განაწყობს რუსი იმიგრანტების მიმართ, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად. პოლიტიკურ მიზეზებს ეკონომიკურიც ემატება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი ქართველისთვის მიუღებელია, რომ რუსი იმიგრანტები დისტანციურად მუშაობენ რუსულ კომპანიებში და იღებენ შემოსავალს, რომელიც ბევრად აღემატება ადგილობრივ ხელფასებს. ამან მათი აზრით ხელოვნურად გაზარდა საცხოვრებელი ხარჯები და ქირა. ამასთან აშკარაა ენობრივი სეგრეგაცია. განსაკუთრებით დედაქალაქში, რუსი იმიგრანტების მიერ გახსნილი კაფეები, რესტორნები და არტ-სტუდიები ხშირად მხოლოდ რუსულენოვან მომხმარებელზეა მორგებული. მაშინ, როდესაც ზოგიერთ ქართულ დაწესებულებას პირიქით, წესად აქვს შემოღებული რუსულ ენაზე კომუნიკაციის შეზღუდვა. თითქოს ერთი და იმავე სივრცეში ორი ქალაქი არსებობს. ერთი ქართული და ერთი რუსული, რომელთა გადაკვეთის წერტილიც მინიმალურია. ჩვენი კვლევის მონაცემებით, პარადოქსულად, ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად ურთიერთობს რუს მიგრანტებთან, ახალგაზრდა, განათლებული, ქალაქის ტიპის დასახლებაში მცხოვრები ქართველები, თითქმის იმავე დონეზე გამოხატავენ უნდობლობას, როგორც უფროსი თაობის წარმომადგენლები. განსხვავება მხოლოდ 1%-ული პუნქტია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ურთიერთობა და თანაცხოვრება არ იწვევს ნდობის იმ დონეს, რომელიც სოციალური თეორიების თანახმად უნდა ვლინდებოდეს. რუს იმიგრანტებს შორის ვხედავთ სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც მათ ხშირად სიფრთხილითა და თავშეკავებით ეკიდებიან. გამოკითხულ რუს მიგრანტთა 98% საქართველოსადმი დადებითად არის განწყობილი, ხოლო 91% ამბობს, რომ ენდობა ქართველებს, რაც ქმნის მკვეთრ ასიმეტრიას. უნდობლად მიღებული ჯგუფი თავად ენდობა მასპინძლებს. ეს ნდობა უბრალო უსაფუძლო ოპტიმიზმი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 32%-მა განაცხადა, რომ რუსი წარმომავლობის გამო დისკრიმინაციას გადააწყდა, 99% თავს ფიზიკურად უსაფრთხოდ გრძნობს საქართველოში, ხოლო 78% კმაყოფილია აქაური ცხოვრებით. ეს მიგვანიშნებს, რომ მათ სრულიად არ ესმით ქართული საზოგადოების მხრიდან არსებული უნდობლობის მასშტაბი. ან ისინი თავიანთი რუსულენოვანი სოციალური წრეებით ამ განწყობისგან ფაქტობრივად იზოლირებულნი არიან. თეორიულად, პოლიტიკური შეხედულებების თანხვედრამ უნდა უზრუნველყოს საერთო პოზიციები. ჩვენი კვლევის მიხედვით, რუსი იმიგრანტების 72% უარყოფითად აფასებს პუტინს. 94% მიიჩნევს, რომ რუსეთი დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ხოლო 79% პოზიტიურად განწყობილი იყო ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის მიმართ. მათი დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს დასავლურ ინსტიტუტებს. 93% დადებითად აფასებს უკრაინას, 92% ევროკავშირს, 84% აშშ-ს, ხოლო 77% ნატოს. თუმცა, პუტინისა და ომის მიმართ საერთო პოზიციის მიუხედავად, ქართულ საზოგადოებაში ეს არ გარდაქმნილა რუსი იმიგრანტების მიმართ დადებით განწყობად. იმიგრანტები თითქოს ერთგვარ სოციალურ სივრცეში არსებობენ, სადაც გარშემორტყმულნი არიან ანტიპუტინისტურად განწყობილი თანამემამულეებით, რაც გარკვეულწილად იცავს მათ საქართველოში რუსების მიმართ გავრცელებული დამოკიდებულებებისაგან. შეიძლება ითქვას, რომ სალაპარაკო ენა დაყოფის ყველაზე ხილულ სიმბოლოდ იქცა. რუს რესპონდენტთა შორის 71% აცხადებს, რომ მხოლოდ რამდენიმე ქართული სიტყვა იცის, ხოლო მხოლოდ 15%-ს აქვს საწყისის დონის ცოდნა. მიუხედავად ამისა, 77% ამბობს, რომ სურს და აპირებს ქართული ენის სწავლას, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისინი იაზრებენ ენობრივი ინტეგრაციის საჭიროებას. თუმცა ბევრი ქართველისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვისა და განათლებული მოქალაქეებისთვის, რუსული ენის გამოყენება საჯარო სივრცეში უკვე მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება აღარ არის. ეს მათთვის განიხილება როგორც რუსეთის კულტურული იმპერიალიზმის გაგრძელება. რუსულად საუბარმა, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად,
არაერთხელ შეიძინა პოლიტიკური მნიშვნელობა. ამავე დროს ხსენებული რუსულენოვანი სივრცეები, მიუხედავად იმისა, რომ იმიგრანტების ყოველდღიურ საჭიროებებს აკმაყოფილებს, ხელს უწყობს სეგრეგაციის გამყარებას, რაც აფერხებს ღია ურთიერთობასა და ურთიერთგაგებას. კვლევის მონაცემებიდან აშკარად იკვეთება, რომ თბილისში არსებობს ორი პარალელური საზოგადოება. ერთი ადგილობრივი ქართველების და მეორე რუსი იმიგრანტების. იმიგრანტები, რომლებიც გარშემორტყმულნი არიან ლიბერალურად განწყობილი ანტიპუტინისტი თანამემამულეებით, თავს მიღებულად და უსაფრთხოდ გრძნობენ. ამავდროულად, ქართველები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მათ რუსეთის ოკუპაციური პოლიტიკის წარმომადგენლებად აღიქვამენ. რუსი მიგრანტები გრძნობენ ინტეგრაციას თავიანთ რუსულენოვან წრეებში, მაგრამ ამავე დროს მათთვის თითქმის არ არსებობს კავშირი ქართულ საზოგადოებასთან. პარადოქსია ის, რომ ეს რუსული ბაბლი, რომელიც მათ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ამავე დროს აფერხებს იმ ნამდვილ და ღრმა ურთიერთობას, რომელიც შესაძლოა ნდობის აღდგენას უწყობდეს ხელს. გამოკითხულთა ნახევარი აცხადებს, რომ საქართველოში ერთ წელზე მეტხანს დარჩენას გეგმავს, ხოლო 25%-ს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ხანგრძლივად რჩება რუს იმიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც საჭიროებს ამ გამოწვევებზე რეაგირებას და გააზრებულ პოლიტიკურ პასუხს. რუსი იმიგრანტები საქართველოში ილუზიურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ისინი იაზრებენ მასპინძელთა პოლიტიკურ შეხედულებებს და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში. მაგრამ მათი კულტურა და ენა მასპინძლებისთვის მიუღებელია. ეს მიგნებები ეწინააღმდეგება იმ გავრცელებულ თეორიას, რომლის მიხედვითაც ადამიანებს შორის კონტაქტი ამცირებს უარყოფით განწყობას. ჩვენს შემთხვევაში ახლო თანაცხოვრებას აშკარად არ გამოუწვევია დადებითი ურთიერთობების გაღრმავება. პირიქით, მან კიდევ უფრო გამოკვეთა არსებული დაძაბულობა. რუსეთი აღიქმება როგორც კოლონიური ძალა, რაც საქართველოს ისტორიული მეხსიერებიდან გამომდინარე ლოგიკურია. ინდივიდუალურად რუსები, მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ხშირად ავტომატურად ასოცირდებიან იმპერიალისტურ პოლიტიკასთან. ამას ემატება სოციალურ კლასთა დაპირისპირება. ბევრი იმიგრანტს აქვს მაღალი შემოსავალი, რადგან დისტანციურად მუშაობს რუსეთის სხვილ ქალაქებში დაფუძნებულ კომპანიებთან და ეს განსხვავება კიდევ უფრო ამძაფრებს გაუცხოებას. ეს ერთმხრივი უნდობლობა ქმნის მერყევ და პოტენციურად საფრთხის შემცველ ვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსი იმიგრანტები თავს დაცულად და მიღებულად გრძნობენ, შესაძლოა ეს აღქმა უფრო მეტად იზოლაციაზეა დაფუძნებული, ვიდრე ნამდვილ მიმღებლობასა და ინტეგრაციაზე. კითხვა რჩება, არსებობს თუ არა გზა, რომ ამ ორ საზოგადოებას შორის ჩამოყალიბდეს ურთიერთგაგება და საქართველოს ისტორიული ტრამვების გათვალისწინებით რამდენად რეალისტურია ეს მოლოდინი. მიგრაციის ტალღის განგრძობადობა კვლავაც ცვლის საქართველოს დემოგრაფიულ და კულტურულ გარემოს. ამ გამოწვევებზე პასუხი გადამწყვეტია ორივე საზოგადოების გრძელვადიანი სტაბილურობისა და ინტეგრაციისთვის. რუსი იმიგრანტების ისტორია საქართველოში ჯერ დასრულებული არ არის და უდავოდ გააგრძელებს გავლენის მოხდენას ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაზე. გმადლობთ, რომ უსმენთ ჩვენს პოდკასტს. აღნიშნული კვლევა პირველი ტალღის მიგრანტებზეა ჩატარებული და იმიგრაციის შემდგომი ტალღების ფარგლებში ჩამოსული რუსი იმიგრანტების დემოგრაფიულ პროფილსა და განწყობებს შეიძლება არ ასახავდეს. მოცემულ პოდკასტში განვიხილეთ საქართველოში არსებული დამოკიდებულებები რუსი იმიგრანტების მიმართ. სრულ ანგარიშებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებსაიტზე crrc.gr. მომავალ შეხვედრამდე. ეს იყო CRRC საქართველოს პოდკასტი.